სახელმწიფო არა ფასებს, არამედ დაბალ ხელფასებს უნდა ებრძოლოს. ამის შესახებ BMG-სთან რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე საუბრობს. მისი განმარტებით ფასების ზრდა ეკონომიკური განვითარების თანმდევი გარდაუვალი პროცესია, თუმცა მთავარი პრობლემა არა მაღალი ფასები, არამედ მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარია. ბურჯანაძის განცხადებით სარესტორნე სფეროში ფასებს ბაზარი და კონკურენცია განსაზღვროს, რაც პირდაპირ არის დამოკიდებული პროდუქტის თვითღირებულებაზე. რესტორატორი ხაზს უსვამს, რომ ფასების ხელოვნური დაწევა მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მომტანია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკას აზიანებს. ამასთან რესტორატორთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სექტორის რეალური მხარდაჭერისთვის აუცილებელია საგადასახადო პოლიტიკის გადახედვა, კერძოდ DGG-ს დიფერენცირება. დღეს არსებული ერთიანი 18%-იანი განაკვეთის ნაცვლად ასოციაცია სახელმწიფოს თავაზობს პროდუქციის მიხედვით დაყოფილი ტარიფები დანერგოს. ცალსახად ერთიანად ჩამოსulis მომხრე მე პირადად არა ვარ და აქ პროდუქციის მიხედვით უნდა იყოს, აი ალკოჰოლური სასმელები პირობითად, რომელიც არის ექსპორტირებული. იქ შეიძლება მაღალი DGG იყოს, ის რაც არის საქართველოში წარმოებული ქართული ღვინო იქნება თუ სხვა ქართული სასმელი შეიძლება დაბალი იყოს პროდუქცია, რომელიც ქართულ ბაზარზე იწარმოება, ეს იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქცია თუ სხვადასხვა მიმართულებები შეიძლება დაბალი იყოს და ექსპორტირებაზე მაღალი იყოს, ასე შემდეგ. ბევრი რამ შეიძლება ამაზე მუშაობა საჭიროა, თუ გინდა რომ ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკური ზრდა არსებობს, ფასების ზრდა გარდაუვალი არის, სტანდარტები რომელიც იქმნება ქვეყანაში და ის რაც 15 წლის წინ ჩვეულებრივ მოვლენად გვესახებოდა ბაზარზე და დღეს უბრალოდ ეს წარმოუდგენელია და შეუსაბამო არის სტანდარტებთან, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფასებს აძვირებს. ჩვენ რეალურად სახელმწიფომ უნდა ებრძოლოს არა ფასებს, არამედ უნდა ებრძოლოს დაბალ ხელფასებს. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, უნდა მოხდეს წარმოებების შექმნა და შესაბამისად ექსპორტის და იმპორტის რეგულაცია და ავტომატურად დარეგულდება ფასები. 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება. ამის შესახებ სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს. მისი თქმით, დეკემბერში ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო, რისი მოლოდინიც არსებობდა. როგორც ცნობილია, დეკემბერში წლიური ინფლაცია 4% შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იანი ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8% არის გაზრდილი. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები არის მიზნობრივი 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი. მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც ყველაზე მერყევს სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით 1.6% არის. ასევე მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ არის და 2.5% შეადგენს. ეროვნული ბანკი აქვეყნებს მაკროეკონომიკური პროგნოზების სცენარებს და ცენტრალური პროგნოზი, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრალური სცენარის მიხედვით ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაიწყო წლის ბოლოდან და ჩვენი მოლოდინით 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით წინა თვესთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 342.6 ამერიკული დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 6.16 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდ 71 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. წმინდა შესყიდვების დეკემბრის სტატისტიკა კი 26 იანვარს გამოქვეყნდება. სავალუტო რეზერვების და ეს პირველ რიგში არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი. 2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებდა შესყიდვებს, სავალუტო შესყიდვებს. ეს კი პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერი არის, რაც ეროვნულ ბანკს აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სავალუტო ბაზარზე მსხვილი შესყიდვები განეხორციელებინა. 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 2 მილიარდ 71 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა სავალუტო ბაზარზე. ამავდროულად ოქროს შესყიდვის მომენტიდან დღემდე ოქროს ფასი არის გაორმაგებული, რამაც რეზერვებს დამატებით 502.3 მილიონი მოუტანა.
2025 წელი Foresight-ის განვითარების ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო. ამის შესახებ BMG-სთან Foresight-ის წარმომადგენელმა რატი მორჩილაძემ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Foresight-ი კლიენტებს როგორც საინვესტიციო პროდუქტებს, ასევე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მომსახურებას თავაზობს. Foresight-ი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მართავს საქართველოში პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ საცალო ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს Foresight Laris ფონდს. რატი მორჩილაძის თქმით, 2025 წელს კომპანიის აქტივებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. Foresight-ის კლიენტებმა კომპანიის მეშვეობით კი 3 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღეს. მისივე განმარტებით აღნიშნულ აქტივებში ლარის ფონდიც შედის, რომლის ზომამაც 15 მილიონ ლარს მიაღწია. ჩვენმა აქტივებმა უკვე 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენმა კლიენტებმა ჩვენ სამართავად გვანდეს. და რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანებმა ჩვენი მეშვეობით 3 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღეს. ამის პარალელურად Foresight-ი გახდა პირველი დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც მასშტაბური 200 მილიონ ლარიანი ობლიგაციების ემისია განახორციელა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია RICO Express-ისთვის. და ეს საკმაოდ ისეთი სიმბოლური მოვლენაა ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკვე დამოუკიდებელ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სიტყვა თქვან კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. და აქვე მინდა დავამატო, რომ ამავე წელს ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყანაში ერთადერთი კერძო საპენსიო ფონდის მართვის კონკურსში. რაც ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ მიმართ გამოხატა იმ კომპანიამ, რომელსაც აქვს ეს კერძო საპენსიო სქემა. რუსთავის აზოტისთვის მთავარ გამოწვევად ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები რჩება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმოების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი ნედლეული ბუნებრივი აირია, რომელსაც კომპანია აზერბაიჯანისგან ყიდულობს. თავის მხრივ კომპანიას კონკურენციის გაწევა უწევს რეგიონულ მოთამაშეებთან, სადაც ბუნებრივი აირის ფასები გაცილებით დაბალია, რაც კომპანიის კონკურენტ უნარიანობას ამცირებს. პრობლემურია ელექტროენერგიის ფასიც, რომელიც პირდაპირ მომხმარებლებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასი კი საბოლოო ჯამში თვით ღირებულებაზე აისახება. მთავარი გამოწვევა ბუნებრივი აირის ფასია, რომელიც ჩვენი ძირითადი ნედლეულია. აირს აზერბაიჯანიდან ვიღებთ და კონკურენციას ვუწევთ რუსულ და სხვა რეგიონალურ მწარმოებლებს, სადაც გაზის ფასი ჩვენთან შედარებით ძალიან დაბალია. ეს ართულებს კონკურენტ უნარიანობის შენარჩუნებას. მეორე საკითხია ელექტროენერგიის ფასი, რომელიც ბოლო 3-4 წლის ტენდენციით ძვირდება. ეს კი თვით ღირებულებაზე აისახება. ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ ენერგოპროსგან და სხვა მომწოდებლებისგან ღია ბაზარზე, თუმცა ფასი ყოველწლიურად 2-3%-ით იზრდება, მოხმარება 5-6%-ით, თუმცა ახალი გენერაციის ობიექტები ბაზარზე საკმარისად არ ჩნდება. მოთხოვნა მეტია ვიდრე მიწოდება. ვფიქრობ, ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, რათა წარმოებული პროდუქციის ფასი შენარჩუნდეს. ახალი წლის დღეებში, როდესაც ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, თოვლიანობა დაემთხვა და ჯავშნები ან სრულად ან მინიმუმ 50%-ით მაინც გაგვიუქმდა. ასე აფასებს სადღესასწაულო პერიოდში დატვირთულობას რაჭაში მდებარე სასტუმრო გარემოს დამფუძნებელი თამარ დავითულიანი. წინა საახალწლო პერიოდი რაჭაში, როგორც ცნობილია, დიდ თოვლობით დაიწყო, რასაც რეგიონში მისასვლელი სამივე გზის პერიოდული ჩაკეტვა მოჰყვა. გარემოს დამფუძნებელი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დამსვენებლების მხრიდან ამ დღეებში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა უგზოობის გამო სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. თამარ დავითულიანი რაჭაში ზამთრის ტურისტული სეზონის კიდევ ერთ გამოწვევად წყლის გრაფიკით მიწოდებას ასახელებს, რომელიც მთავარ პრობლემას გათბობის სისტემას უქმნის. არის დამოკიდებული თოვლზე, უგზოობაზე, უშუქობაზე და ასე შემდეგ. ანუ ის რაც ვიწინსტემ თონდა ჯავშნები მიღებული და თვალის მომენტები, რომ უგზოობა იყო, ყველა ამის გამო შეფერხდა, შეშინდა და მარტოულად წინასწარ გააუქმეს ჯავშნები, რომ უკვე აღარ იცოდა რა იქნათ. ის ახალი წლის პერიოდში რო გადაება ზუსტად თოვლიანობა და შესაბამისად ჩარყავთ, რომ ის დღეები საერთოდ გაუქმდა, ესე რომ ვთქვა რა, ან 50% მინიმუმ. იმიტომ რომ უკვე დამოკიდებული იყო ყველაფერი, როგორი მანქანით წამოვიდოდნენ და ასე შემდეგ და ყველას ერთ და იგივე პირობა არ აქვს, რომ ყველა შემთხვევაში შეძლონ რაჭის გზებზე გადმოსვლა.
ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის მოწყობაზე ინვესტორი მუნიციპალიტეტისგან ისევ სამშენებლო ნებართვის მოლოდინშია. როგორც ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს მომხდარი ხანძრის შედეგად შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა. რამაც გამოიწვია არა მხოლოდ შენობის დაზიანება, აღნიშნული მოვლენის შემდეგ ქალაქი დადგა შენობის სწრაფი აღდგენა რეკონსტრუქციის აუცილებლობის წინაშე. ვინაიდან ტერიტორია განიხილება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული კვანძი, თუმცა ფაქტია პროცესები დროში ჭიანურდება. ინვესტორი კომპანია ტერიტორიაზე ითხოვს არსებული სატრანსპორტო ზონის, საზოგადოებრივ საქმიანი ზონის ცვლილებას, იმისთვის რომ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სავაჭრო სივრცე ააშენოს, სადაც დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეებსაც დაასაქმებს. ზონის ცვლილებაზე თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება განუხილველად აქვს დატოვებული, ხოლო პარალელურად პროცესები გაჭიდილია არქიტექტურის სამსახურში, სადაც ინვესტორის მშენებლობის ნებართვის განხილვები დაპაუზებულია. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შენობის ძირითადი ნაწილი ორსართულიანი იქნება და მოიცავს ძირითადად სავაჭრო სივრცეებს.